მოგესალმებით. რადიო და ინტერნეტ სივრცეშია ობიექტივი. ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანება. თქვენ ისმენთ გადაცემას სიყვარული, რომელსაც დაფარვა აღარ სჭირდება. თქვენთვის სტუდიაში მუშაობენ ალიკო ცინცაძე და ქალბატონი ნინო ფირცხალავა. სარგებლობს შემთხვევით და მთელი საქართველოს მასშტაბით, მთელი თბილისის მასშტაბით დედებს ულოცავ დღევანდელ დღეს და პირველ რიგში რა თქმა უნდა ქალბატონ ნინოს. დიდი მადლობა. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. ჩვენ გავდივართ სიხშირეზე FM 105, ხოლო ინტერნეტით ობიექტივი.net. ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომრებია 14 40 86 18 13 და მინდა აუცილებლად აღვნიშნო ის, რომ მაქვს ძალიან დიდი პატივი დღეს ვიჯდე ორ არაჩვეულებრივ ქართველ ადამიანთან. ერთ-ერთი მათგანი არის იონე ზოსიმეს იდუმალებით მოცული ტექსტის გამშიფრელი, მეორე არის ასევე მე ვიტყოდი 21 საუკუნის სასწაულის თვითმხილველი და გამშიფრელი. ამას ცოტა მოგვიანებით ჯერ ჯობია ბატონ ალეკოს მოусმინოთ და საიდუმლოდ დავტოვოთ ჩვენი სტუმრის ვინაობა. ტრადიციისამებრ დაძაბული პოლიტიკური დღისა და მოსალოდნელი ასევე პოლიტიკური რთული პოლიტიკური საღამოს პირობებში 1 საათი ჩვენ დავისვენოთ და ვიოცნებოთ ჩვენს ლამაზ სამშობლოზე. გავაგრძელოთ ისე თემა, შევცვალოთ ჩვენი ისტორია, მაგრამ დავინახოთ ის ლამაზად და ისე მშვენივრად, როგორც ჩვენში რჩება და ჩვენ წარმოგვიდგენია. ამდენადაც ჩვენი გადაცემა ოდნავ უფრო შემეცნებითი, მეცნიერულია, ვიდრე ჩვეულებრივი ამაღლებული ლიტერატურული შემოქმედება, ხოლო ასევე ოდნავ უფრო ამაღლებულია, ვიდრე მშრალი მეცნიერული ტექსტი და მე ჩვენი მომავალი სტუმარი, რომელსაც ცოტა ხანში წარმოგიდგენთ, ისმენს ამას და მინდა უთხრა, რომ ამაღლებულ ნოტაზე მინდა ვისაუბროთ იმაზე, რასაც ჩვენი სამშობლო ქვია, რასაც ის შედეგები ქვია, რომელიც ჩვენამდეა მოტანილი და რომელიც თქვენ და ჩვენ რაღაცნაირად ღვთისნებით გავშიფრეთ. ასევე ვაგრძელებთ ტრადიციას და მინდა დასაწყისისთვის ტონუსის ასამაღლებლად წავიკითხო ისევ ერთი ლექსი, რომელიც ერთი მხრივ დღევანდელობას ძალიან კარგად შეესაბამება და მეორე მხრივ იმას გვაჩვენებს, რომ სადღაც მე-10 საუკუნეში ჰემატრია სულაც არ იყო უცხო ქართველი პოეტებისთვის. აი მე მინდა წაგიკითხოთ პატარა ფრაგმენტი. უბიწოებითა ნითნებითა ქრისტე ღმერთო განკურნენ ხსნელნო ვნებანი სოფლისანი რაჟამს ხორცით და აღმაღლდი ჯვარსა ზედა დაეთ სიმაღლე ტერისა მაცთურისაი და აღადგინე ბუნებაი კაცობრივი რაჟამს იხილე ძლეული დაცემულად აღადგინე დღეს აღდგომითა შენისა და კვალად აგე პირველსა დიდებასა. ამ ტექსტის ავტორი თავის ვინაობას ასე წერს. ლექსით თქმულნი 2-20-ისა, 10-ისა, 6-100-ისა, 1-ისა, 5-ისა და 30-ისანი. წარმოიდგინეთ, ის თავის ვინაობას არ ასახელებს და ასახელებს რიცხვების წკრივს. 2-20, 10, 600, 1, 5 და 30. აი ქალბატონ ნინოს წინ უდევს ანბანის რიცხვმნიშვნელობები. ქალბატონ ნინო, რომელია 40, 100? 40 არის მან. მან. პირველი მ-ა, მეორე 10. 10 არის ინ. მი გვაქვს 600. 600 გვაქვს ქან. ქ, მიქ. პირველი ერთიანი არის ან, ა. მიქა. ხუთიანი არის ენი, ე. მიქა, ე და 30 ლ. არა ძ. ლ 30. 30. უკაცრავად, ხო, ლასი, დიახ. მიქაელ, დიახ. დიახ. ეს გახდათ მიქაელ მოდრეკილის ტექსტი. ასე რომ ჰემატრია მათთვის უცხო არ იყო ახლა
ქალბატონ ნინოს უთმობ ისევ ეთერს და მინდა მან წარმოგიდგინოს ჩვენი დღევანდელი მეტად საინტერესო სტუმარი. აუცილებლად. რამოდენიმე წლის წინ, დაახლოებით 3 წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაშიფრულია დაახლოებით 4000 წლის წინანდელი მსოფლიოში პირველი ბეჭდითი, მე ვიტყოდი რელიგიური ლიტერატურული დოკუმენტი, რომელიც ამოუკითხავი იყო და მას ეწოდება ფესტოსის დისკო. ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ მათემატიკოსი გია კვაშილავა, რომელმაც გაშიფრა ფესტოსის დისკოს წარწერა და ეს მოხდა კოლხურ ენაზე. მე ვფიქრობ, სწორად თქვი ხომ, მაყურებლისთვის და მსმენელისთვის ქართული და კოლხური ენა ეს იდენტური ენებია. ბატონო გია, მოდით ცოტა უფრო მეტი რამ უთხრათ მსმენელს თქვენ შესახებ, რომ ეს არ იყოს ზღაპარი, ეს არ იყოს ლეგენდა და ეს არის სერიოზული მეცნიერება, რომელსაც მე ვიტყოდი და კიდევ გავიმეორებ, აქვს სასწაულის ძალა. დიახ, ბატონო გია, ვინ ბრძანდებით და საიდან მოდიხართ, სად დაამთავრეთ სკოლა, როგორ იყო პატარა, რამდენიმე სიტყვით უთხრათ. მოგესალმებით. პროფესიით გახლავართ მათემატიკური ფიზიკოსი, ასეთი პროფესია არსებობს, თუმცა ეს არის მოდელირება ფიზიკის დარგში, მაგრამ პარალელურად არის მოდელირება ენათმეცნიერებაში, ანუ ნამუშევარი ვარ მათემატიკურ ლინგვისტიკაში. დაამთავრე სკოლა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, შემდეგ დაამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, შემდეგ ასპირანტურა, ანუ ვიმუშავე სამეცნიერო მიმართულებით წმინდა მათემატიკაში. თუმცა სხვა მიმართულება, რომელიც არის მათემატიკური ენათმეცნიერება, საკმაოდ 4-5 შრომა მქონდა ამასაც გამოქვეყნებული. მოგეხსენება თქვენ, რომ პირველად გავრცელდა ინფორმაცია ფესტოსის დისკოსა და ახაზოვანი და კრეტული იეროგლიფებთან დაკავშირებით 1988 წელს საერთაშორისო კონგრესი გაიმართა ბუდაპეშტში, სადაც ერთ-ერთმა ავსტრიელმა სწავლულმა ჰერბერტ ცევიშმა განაცხადა, რომ ეს დამწერლობა არის პროტოქართული. კოლხური პირველად როდის გაიგეთ ბატონო გია ამ დისკოს არსებობის შესახებ? 1 წლის შემდეგ, ანუ 1989 წელს სახალხო განათლება გაზეთში დაიბეჭდა ისტორიკოსის ნინო კიღურაძის სტატია, სადაც ეს მასალა იყო დაბეჭდილი ბატონი ჰერბერტ ცევიშის მოსაზრების თავაზე. თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით შემდეგ არ გაჟღერებულა 93 წლის შემდეგ. გარდაიცვალა ეს დიდებული ადამიანი 1993 წელს და შემდეგში შეწყდა ამ მიმართულებით მუშაობა. თუმცა ჩვენთან ქართველ მეცნიერებში საკმაოდ იყო ამ საკითხზე მასალა. მე შემიძლია გავიხსენო სიმონ ყავჩიშვილი, რომელზეც ჰქონდა მოსაზრება, რომ ფესტოსის დისკოსთან დაკავშირებით, თუმცა მას მთლიანად არ გამოუქვეყნებია, ანუ არ უთქვამს ამ მიმართულებით, მაგრამ როგორც სტუდენტებს ინფორმაციას აწვდიდა. აკაკი ურუშაძე, პროფესორი, ეს საკმაოდ დიდი მეცნიერი ძველი ბერძნულენის მიმართულებით, მან განაცხადა პირდაპირ თავის წიგნში, რომ ახაზოვანი დამწერლობა შესაძლებელია ეკუთვნოდეს სამხრეთ კავკასიურ, ანუ სამხრეთ კავკასიურ ერებზე იყოს შესრულებული. ბატონო გია, ჩაგერთვებით, მინდა გითხრათ, რომ პირადად ვიცნობდი ბატონ აკაკი ურუშაძეს და ეს იყო დიდებული მეცნიერი, გარდა ამისა, დიდი მამულიშვილი ნამდვილად და მისი 8 წლი და თავჩახრილი მუშაობის შედეგები, რა თქმა უნდა, ბერძნული ლიტერატურის თარგმნაში და საერთოდ ბერძნული მეცნიერების საქართველოში ასე მაღალ დონეზე დაყენებაში, რადგან ეს ყველაფერი ერთად უკავშირდება წინა ქართულს, მართლაც განუზომელია და რადგან თქვენ ამ თემაზე წამოიწყეთ საუბარი, თქვენი ერთ-ერთი ნაშრომი ეძღვნება სწორედ ხსოვნას ძებიშისა, ჰერბერტ ძებიშისა და ბატონი აკაკის ხსოვნას და იქნებ
თქვათ, რა წვლილი იყო კონკრეტულად ძებიშმა რა გააკეთა და ბატონ აგაგიძე თქვენ ბრძანეთ უკვე და მაინც აი ეს ორი მომენტი. მე გეტყოდით იმას, რომ მთელი შრომა, რაც გვეხდება ჩვენი, მთლიანად ეძღვნება ამ ორ დიდ პიროვნებას და თანაც წიგნი, რომელიც გამოვა ინგლისურად და ქართულ ენაზე ცალკე ეძღვნება ამ ორ პიროვნებას. იმიტომ რომ ამ ორმა პიროვნებამ განაპირობა ჩვენი ინტერესი ამ სფეროს მიმართ, იმიტომ რომ ჰერბერტ ძებიშმა პირველად გააკეთა მცდელობა ფესტოსის დისკოს გაშიფვრის როგორც ლინგვისტურად. თუმცა მისი ტექსტი არ არის ყოფილი, ანუ ლინგვისტურად არ დგას, მაგრამ მან ბევრ რაღაცაზე წინასწარ უკვე გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს არის პროტო-ქართველური კოლხური. ეს არის 4000 წლის წინანდელი ენა, როდესაც ქართველური ენები ჯერ კიდე არ იყო წარმოადგენილი ცალკე. ბატონო, აი მე მოვიძიე ზუსტადაც რომ ჰერბერტ ძებიშის ჰიპოთეზა ფესტოსის დისკოს წარწერის სავარაუდო ენის თაობაზე და ის ამბობს რომ წიგნებში იბერიული ღმერთების ენა, პელასგური იბერიული ენა და პელასგები ისტორია და კულტურა მათი დროის წერილობითი ნიმუშებიდან. ეს არის ძებიშის ნაწარმოებები, წიგნები, რომლებიც დარჩა და მე ვფიქრობ, რომ მაყურებლისთვის და მსმენელისთვის ალბათ საინტერესო იქნება თვითონ იმ დისკოს აღმოჩენის ისტორია, ის ადგილი, სადაც აღმოჩნდა და მოკლედ შემიძლია მივაწოდო ეს ინფორმაცია, ვინაიდან მე მოვემზადე. ესე იგი, დისკო აღმოჩინა იტალიელმა არქეოლოგმა, დოქტორმა ლუიჯი ბერნიამ 1908 წლის 3 ივლისს კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ფესტოში და მოგეხსენებათ, ეს არის საარქეოლოგო ქალაქი. პირობითად ეს დისკო დათარიღებულია ძველი წელთაღრიცხვით 850-1600 წლებით. და წარმოადგენს ვაჩვენოთ ის მაკეტი ამ თიხის ფირფიტის, რომლის დიამეტრი დაახლოებით 16 სანტიმეტრია, წონა დაახლოებით 380 გრამი. ამჟამად დისკო ინახება საბერძნეთში, კრეტის მთავარ ქალაქ ჰერაკლიონის არქეოლოგიის მუზეუმში. და ასევე მნიშვნელოვანი იქნება ის ფაქტიც, რომ ამ ფესტოს დისკოს ნიშანთა კომპლექსის გაშიფვრის რამოდენიმე მცდელობა იყო, ამაზე ალბათ თქვენ უკეთესად ისაუბრებთ და მე უბრალოდ ვიტყოდი იმ რამოდენიმე სავარაუდო ენას, რომელზეც იყო საუბარი, რომ ამ დისკოზე დატანილი ასონიშნები იყო, შემდეგ ეს იყო იონურ-ბერძნული დიალექტი, ან კვიპროსული, ან ხეთური, ლუვიური, ფილისტიმური, ეგვიპტური, სემიტური ენები, თუმცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს არის კოლხური. ძალიან მომზადებულა, როგორც ხედავთ, ქალბატონი ნინო, გთხოვთ ახლა. ეს მასალა ჩვენი შრომებიდან აღმოჩნდა. ძალიან დიდი მადლობა. მე უფრო ცოტა შორს გადავინაცვლებ 8 წლით ადრე, 1900 წელს სერატურელანსმა პირველად გაცხარა კუნძული კრეტაზე კნოსოსის სასახლე და მან აღმოაჩინა თიხის ფირფიტები. დაახლოებით ეს იყო 2000-მდე თიხის ფირფიტა და მან დაახარისხა სიძველის მიხედვით ძველს დაარქვა, რომელიც თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით 1900-1600 წლები და მას უწოდა ახაზოვანი დამწერლობა, ხოლო შემდგომს 1500-დან 1100 წლამდე იხმარებოდა ძველი წელთაღრიცხვით, მას უწოდა ბეხაზოვანი. ბეხაზოვანი 1953 წელს გაშიფრვა მაიკლ ვენტრისმა და აღმოჩნდა მიკენური ეპოქის ბერძნული ენა. თუმცა ამ ტექსტებში აღმოჩნდა ისეთი სიტყვები, რომელიც ბერძნულისთვის გაუგებარია და ამასთან დაკავშირებით კიდევ ვიტყვით დამატებით. ხოლო 1908 წელს, როგორც თქვენ მოახსენეთ მსმენელებს და ინტერნეტულ მაყურებლებს, რომ ფესტოსის დისკოს გაშიფრვა, როგორც ასეთი ამოკითხვის ცდელობა 150 ვარიანტი იყო. თუმცა ლინგვისტურად არც ერთი არ იყო გამართული. ანუ იმ ენაზე, მაგალითად, თავშოთ ბერძნული დამოკითხული ტექსტის ბერძნული ლინგვისტური კანონზომიერებები არ იყო დაცული. ამიტომ არც ერთი თეორია არ იქნა აღიარებული. ანუ მიღებული. ამის თაობაზე 2008 წელს გამოცხადდა კონგრესი, რომ 100 წლის განმავლობაში რაც შრომები შეიქმნა, ლონდონში საერთაშორისო კონგრესი გაიმართა
ფესტოსის დისკოსადმი მეწყვნილი. მხოლოდ და მხოლოდ ფესტოს დისკოს ეძღვნოდა. აქ ბრძანდებოდა სოფლიოში 42 ცნობილი სპეციალისტი და მოხსენებათა რაოდენობა პირველად შეადგენდა 100, მაგრამ დაუშვეს მხოლოდ 12-თაგანში ერთ-ერთი ჩვენი მოხსენება იყო. აქ იყო წარმოდგენილი ის მოხსენებები, რომ ფესტოსის დისკოს თაობაზე ორი განსხვავებული აზრი. ერთი ჯგუფი წინასწარ აცხადებდა, რადგანაც ფესტოსის დისკო არ იშიფრება 100 წლის განმავლობაში, ხომ არ არის გაყალბება. მეორე ჯგუფი ამბობს, რომ ეს არის ნამდვილი და ამის თაობაზე იყო კამათი სწორედ იქ. ისა ბატონო გია, თქვენ რომ არ დაასრულოთ უკვე ისე გახვედით ბოლოში. ხო, როგორც ხედავ რომ 2008 წლის შეკრება და კონგრესი ფაქტობრივად თქვენ გაშიფრვას ეძღვნებოდა და სანამ მაქამდე მივიდოდეთ, ძებიშზე ოდნავ უფრო ღრმად შევჩერდეთ, იმიტომ რომ როგორც ხედავ, მან პირველმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს საქართველოსკენ მან პირველმა გამოიყენა როგორც მე ვიცი კომპიუტერული ტექნოლოგია და მათემატიკური მოდელირების მეთოდი. აი იქნებ ეს ბრძანოთ, იმიტომ რომ საფუძველი ჩვენსკენ აქცენტის გაკეთებისგან თუ ვინმე გაგვიმაგრა პირველ რიგში ეს იყო ჰერბერტ ძებიში. ჰერბერტ ძებიშმა ასეთი მეთოდი შექმნა, რომ ყოველ ნიშანს, ნახატ ნიშანს, ანუ იეროგლიფს მიუსადაგა სხვადასხვა ენის მარცვლები და ჩასვა ეს კომპიუტერში, როგორც მოდელირების თვალსაზრისით და გამოითვალა მისი სიხშირე. სხვადასხვა ენების შედარებით და სიხშირის თვალსაზრისით, ანუ რეზონანსი გამოიწვია, ანუ დადებითი პასუხი, ასე რომ ვთქვათ, კომპიუტერმა უპასუხა მხოლოდ ქართული ენის სიხშირულ ანალიზს მარცვლების ჩასვლის შედეგად. ისე რა საინტერესოა ორივენი მათემატიკოსები ბრძანდებით და რაღაც ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ვიდუმარლე კავშირი არსებობს მათემატიკასა და ენათმეცნიერებას შორის. ამ ადამიანმა შემდეგში ქართული ასე თუ ისე ცოტა ისწავლა. გაჩნდა კითხვა, რატომ უნდა ამოგეხსნათ ეს თქვენ, რატომ უნდა გაგეშიფრათ მათემატიკოს და არა თქვათ სუფთა ენათმეცნიერს. აი მესმის რომ ეს უკვე შედეგია და ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც რატომ არის მათემატიკისკენ აქცენტები თქვენგან ნათქვამს მნიშვნელობა აქვს და ამიტომ გეკითხებით. თავს უფლებას მივცემ რომ ამაზე თამამად თქვა, იმიტომ რომ ცოტა უხერხულია ჩემთვის უბრალოდ ჩემ თავზე საუბარი, მაგრამ მაინც ვიტყვი. პირველად გამოთქვა მოსაზრება გერმანელმა ენათმეცნიერმა დობლოხერმა, რომ ფესტოსის დისკოს გაშიფრვა შეუძლებელია ლინგვისტური სტანდარტებით. ეს შესაძლებელია ისეთმა ადამიანმა ამოიკითხოს, რომელსაც არ აქვს ეს წინასწარ შექმნილი ჩარჩო, იმიტომ რომ ხეს უშლის გაშიფრვას და შემდეგში როცა უკვე მას ექნება ლინგვისტური და სხვა იარაღები, მისი დამტკიცება შეძლებს. ეს გამოცემულია წიგნი რუსულად ისტორია პისმა ქვია ასე. ეს სწორედ ის გახდათ, რომლის საფუძველზეც გაირკვა, რომ საჭიროა მათემატიკური აზროვნება და საჭიროა არასტანდარტული გადაწყვეტილებები, არასტანდარტული მიდგომა ამ საკითხისადმი, ალგორითმი თუ შეიძლება ასე ითქვას, უნდა ნაპოვნი იქნეს და სწორედ აქედან გამომდინარე შეიძლება დასაბუთებულად ითქვას და არავის საწყენად, არც ენათმეცნიერების საწყენად მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში, როცა ბატონი გია საუბრობს ბატონ აკაკი ურუშაძეზე, ეს რა თქმა უნდა სწორია, გარდა ამისა სიმონ ყაუქჩიშვილზე მთელი სამყაროზე, რომელმაც მოამზადა ფაქტობრივად საფუძველი, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯი, ბოლო ნაბიჯის გადადგმა არ ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად მიხედავთ. ასე რომ სავსებით გასაგებია და დამაკმაყოფილებელი თქვენი პასუხი დიდი მადლობა. მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, რომ FM 105-ზე მაუწყებლობს მედიაკავშირი ობიექტივი. ამ საათს თქვენთვის მუშაობთ ბატონი არლიკო ცინცაძე და ნინა ფირცხალავა. დღეს ჩვენი სტუმარი არის გია კვაშილავა. მე ვფიქრობ იქნება ზარები, თუმცა ზარებს ალბათ ყველასაც ჩვენ ვერ მოვასწრებთ, რომ ვუპასუხოთ, იმიტომ რომ ნებისმიერი წუთი თქვენთან შეხვედრისა არის ძალიან ძვირფასი ჩვენთვის. ბატონო გია, თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი წიგნი.
მივხედავ მაგიდაზე. თუ შეიძლება რომ რამენაირად ვაჩვენოთ ჩვენს ინტერნეტ მაყურებელს, რა წიგნებია ეს, მოკლე განმარტებებით და მე ისევ გადავიდეთ უშუალოდ დისკოზე. ეს წიგნი არის რობერტ მორიტი, ისტორიკოსი გახლავთ, რომელმაც დაბეჭდა კემბრიჯის სწავლულთა გამომცემლობაში. წიგნს ქვია ქვები, რომლებიც მეტყველებენ. ამ წიგნში ეს წიგნი დაბეჭდილია 2010 წელს და ამ წიგნში არის გაანალიზებული ეგეოსური აუზში რა დამწერლობები იქნა ამოკითხული. 400 გვერდიანია ეს წიგნი, 400 გვერდიდან 200 გვერდი ჩვენს შრომის განხილვას ეძღვნება. 3 ფოტოსურათია დაბეჭდილი, ასე რომ ვთქვათ და სამივე ჩვენია და აქ არის ავტობიოგრაფია ჩვენი მოცემული. ფაქტობრივად გამოდის, რომ ამ ადამიანმა ქართულ გაშიფრვას მიუძღვნა მთლიანად. პოპულარიზაცია გაუკეთა. აქვე გვაქვს ჩვენ სამეცნიერო დანამატი, ბერძნული ვიმარის ნაბიჯი ქართულად და საიოს არის მეცნიერება, სადაც არის მოცემული მასალა, აი სწორედ იმ კონგრესთან დაკავშირებით, რომ ფესტოსის დისკოს კონგრესი რომ გაიმართა და ბერძნები წერენ ჩვენ გამოკვლევასთან დაკავშირებით, რომ ფესტოსის დისკოზე უნდა ვთქვათ, რომ ეს არის იმდროინდელი ქართული კოლხური, რომელმაც დიდი გავლენა იქონია შემდგომ ბერძნულზე. აქვე გვაქვს ორი ჟურნალი, საერთაშორისო ხელოვნებისა და არქეოლოგიის ჟურნალი, რომელიც მიმოიხილავს ახალ აღმოჩენებს და ამ ორივე ჟურნალში არის ჩვენზე მასალა დაბეჭდილი. ეს არის მინერვა, რომლის რედაქტორი არის ცნობილი პროფესორი აიზენბერგი. აქ ჩვენ გვაქვს ქართულად წიგნები დაბეჭდილი. ახლა გამოვიდა ესე იგი დეკემბრის თვეში ისტორიის ინსტიტუტში, სადაც ჩვენი შრომა არის ორ ენაზე დაბეჭდილი. 219 გვერდი არის. Მთლიანად, გავყვებით, მოკლედ აღიარებასთან დაკავშირებით და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით საქმე ასე თუ ისე დაიძრა წერტილიდან, მაინც მე რა თქმა უნდა შეგეკითხებით როგორია მხარდაჭერა სახელმწიფოდან, მაგრამ ჯერ იქამდე მინდა კითხოთ ასეთი კითხვა დავსვა, რა მასალისგან არის და როგორ არის დამზადებული თვითონ დისკო. მოდი ამაზეც უთხრათ მსმენელს. ფესტოსის დისკო არის დამზადებული თიხისგან, როგორც გამოკვლეულია, ჯერ არის ნოტიო თიხის ფირფიტაზე დაბეჭდილი ოქროს ყალიბებით, სათითაო ნიშნები და შემდეგში არის გამომწვარი. რომ ფესტოსის დისკო ინახებოდა ფესტოსის სასახლის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც იყო არქივი, საიდუმლო არქივი. მიწის დონიდან 50 სანტიმეტრ სიმაღლეზე. და როგორც მოახსენეთ, ინტერნეტ მაყურებლებს და რადიო მსმენელებს, რომ ეს არის აღმოჩენილი ლუიჯი პერნის მიერ. ხო, ბატონ გიას ხელში უჭირავს, რა თქმა უნდა, მისი მოდელი და არა თვითონ დისკო აქამდე ვერ მივალ და გარდა ამისა, ის ოქროს ყალიბისგან იყო დამზადებული, თორემ თიხის იყო და ასე რომ არ იფიქროთ ვინმე რომ ოქრო უჭირავს ხელში და გავაგზავნოთ ისე ბატონ გია, თქვენ შეგიძლიათ მოდით ერთი როგორც თქვა კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს და მსმენელს, რადგან არის ამის საშუალება და დავანახოთ, რომ ცენტრიდან სპირალისებურად მოდის გარკვეული რიგი ფიგურებისა, რომელიც შეიცავს დაშიფრულ ტექსტს. ქალბატონო ნინო, ფაქტობრივად დასვა კითხვა კიდეც, რომელიც ნიშნავს იმას, როგორი იყო ალგორითმი, რა მიმართულებით იშიფრებოდა ტექსტი. ფესტოსის დისკოსთან დაკავშირებით პირველად გაჩნდა ორი იდეა, რომ წაკითხვა ხომ არ ხდება ცენტრიდან ნაპირისკენ, ან ნაპირიდან ცენტრისკენ, სპირალური მიმართულებით. თუმცა წინასწარ ამას წლის განმავლობაში ბევრი მოსაზრება გამოითქვა, მხოლოდ ერთ-ერთი მოსაზრება, რომელიც ყველაზეძლიერად გამოთქვა, ეს იყო სენატორ ევანსმა, რომ ეს არის საგალობელი ტექსტი და მისი წაკითხვა უნდა მოხდეს ცენტრიდან ნაპირისკენ და მას არგუმენტი მოყავდა ნიშნების მიმართულებაზე. თუმცა
აღმოჩნდა შემდეგში ჩვენი კვლევის შედეგად, ანუ ჩვენთანაც არის შენარჩუნებული ასომთავროში და თვითბერძნულში და სხვა დამწერლობებში, რომ ტექსტის დასასრულის ნიშანია გამოკვეთილი 5 წერტილი არის. ბოლოში 5 წერტილი. ანუ ეს განსაზღვრავს მის მიმართულებას. ეს სადავ არ გამხდარა კონგრესზე, ანუ ეს თლიანად აღიარებული იქნა. შემდეგი ეტაპი იყო, როგორ უნდა წარეკითხოთ. ანუ ალგორითმი. ფესტოსის დისკოს ამოკითხვისთვის ჩვენ შევქმნით ალგორითმი, რომელშიც შედის 5 წესი. ეს ალგორითმი შეგვიძლია მოკლედ ვთქვათ. ის ნახატ ნიშანი, რომელიც იცქირება მარცხნიდან მარჯვნივ, ის იკითხება როგორც ჩვეულებრივი ორმარცვლიანი სიტყვა. მაგალითად ლომი. მაგრამ თუ ის იცქირება ქვემოდან ზემოთ, მაშინ ამ სიტყვის ლომის პირველი მარცვალი ლო იკითხება. თუ იცქირება მარჯვნიდან მარცხნივ, ანუ ლომი გადაბრუნებული პოზიციით, ანუ 180 გრადუსითაა მობრუნებული, მაშინ ის იკითხება როგორც მარცვალთა გადაადგილებით ახალი სიტყვა მილო. და ბოლოში, ანუ მეოთხე წესი არის ესა, ის მარცვალი, ის ნახატ ნიშანი, რომელიც იცქირება ქვემოდან, ესე იგი ზემოდან ქვემოთ, მაშინ იკითხება ამ სიტყვის ბოლო მარცვალი, ლომის ბოლო მარცვალი მი. არის მეხუთე წესი, როცა ნიშნები ვერ ბრუნავენ, ანუ სხვადასხვა პოზიციით ვერ წარმოადგენენ მრგვალია, მაგალითად ფარი, ესეთი მრგვალი რომან, მას არ აქვს არც ერთი პოზიცია, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, ამიტომ ის იკითხება საწყის პოზიციიდან გამომდინარე ორმარცვლიან სიტყვად. ანუ ასე, ეს არის რებუსი. შეგვიძლია გაჩვენოთ ეს რებუსი რა ფორმატისა, ხატია ვერტიკალურად ბუ, ხატია ჰორიზონტალურად ხარი. ერთად იკითხება ბუხარი. თუ გადაადგილებთ ამ ნიშნებს, ბუს დატოვებთ და უშუალოდ ხარს ქვემოთ მიმართავთ. ანუ ქვემოთ ზემოდან ქვემოთ იცქირება, მაშინ იკითხება ბური. იმიტომ ხარის ბოლო მარცვალი. ეს წყობა პიქტოგრამის ალბათ ძალიან გავრცელებული იქნებოდა იმ პერიოდის სოფლიოში. ბატონი ამაზე უფრო დეტალურად გვეტყვის, რა თქმა უნდა, რაღაც ინფორმაცია ასეთი ტექსტების შესახებ არსებობდა. მე ნახე კიდეც ამის შესახებ, მაგრამ აი სულ უმნიშვნელო დეტალი მიაქციეთ ყურადღება 5 წერტილი ბოლოში და გაიგვა რომ ეს ისეთი უმნიშვნელო დეტალია რომ დასასრულს იძლევა ქართულში და აქ ყველაფერი დასრულდა ფაქტობრივად და დასტურდა რომ სწორედ ქართული სიტყვისკენ და ქართული დამწერლობისკენ უნდა გამოვიხედოთ. მე მინდა ბატონ გიას უთხრა რომ ალგორითმი რომელიც მან აღწერა მეტად საინტერესოა და გითხრას როგორი იყო ალგორითმთან დაკავშირებით დამოკიდებული. ნახატ ნიშნები, როგორც ასეთი მობრუნება სხვა პიქტოგრაფიულ დამწერლობაში არ აღინიშნება გარდა შუმერულისა. ეგვიპტურში არის ცალსახად ერთი მიმართულებით იცქირება ყველა ცოცხალი არსების სახე და მისი საპირისპიროდ უნდა წაიკითხოთ. ასევეა ხეთურ, ანუ ლუვიურ იეროგლიფურ დამწერლობაში. შუმერულში მოხდა ესეთი ცვლილება, იწერებოდა ზემოდან ქვემოთ და ერთ მომენტში მოხდა 90 გრადუსით ამ ნიშნების მობრუნება და წაკითხვა, ანუ წერა დაიწყეს მარცხნიდან მარჯვნივ. და ფესტოსის დისკოს არქალოხორის ცულზე, მალეის ქვის ბლოკზე, ფესტოსის ლარნაკზე, ახაზოვან დამწერლობაში, კრეტულ იეროგლიფებში აღმოჩნდა ეს წესი. პირველად ამ საკითხს მიაქცია სერატურ ევანსმა, მან გამოაქვეყნა თავის ცნობილ წიგნში, რომ ნახატ ნიშნები ბრუნავენ და ერთიანად დახარდა. თუმცა მას ეგონა რომ ეს არის შესწორმით დაბეჭდილი. ფაქტობრივად ეს არის გარკვეულად ფირფიტა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ფირსაკრავი თუ წარმოვიდგენ და რადიოლა გვაქვს, რომელიც უკუმიმართულებით უცინ ჩვენ ტრადიციულად გარედან შიგნითკენ მიდიოდით, უკუმიმართულებით იკითხება, როგორც მითხრეს, ახლა ასეთი ფირფიტებიც კი გამოვიდა წარმოებაში, მოკლედ. ბატონო გია, ასეთი კითხვა, ეს მაინც სილაბური მარცვლოვანი ტექსტია, თუ სურათხატებისკენ უკვე გადადის და ამბანის საერთოდ დამწერლობა, ყველა დამწერლობა შექმნილია სურათებისგან, ნახატებისგან, პიქტოგრაფიებისგან. ამ შემთხვევაში ფესტოსის დისკო დგას და ახაზოვანი და კრეტული იეროგლიფები იმ ეტაპზე, სადაც გამოიყენებოდა მარცვალ სიტყვითი დამწერლობა.
სილაბურ ლოგოგრამული. შემდგომი არის სილაბური მხოლოდ, შემდგომი არის უკვე ანბანური. ანუ ეს ეტაპებია დამწერლობის. ჩვენ გვაქვს ქართულ დამწერლობის ნიმუში, რომელიც არ არის ანბანური, მაგრამ ანბანის წინამდელი ეპოქის ნიმუშია ფესტოსის დისკო, ახალგაზრდა დამწერლობა და კრეტული იეროგლიფები, რომელიც არის სილაბურ ლოგოგრამულ დამწერლობის ტიპის. ჩვენ შევახსენოთ ქალბატონო ნინო მაყურებელს ვის უსმენენ, იმიტომ რომ საინტერესოა საუბარი. აუცილებლად მე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სიამოვნებით და სიამაყით შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი იგია კვაშილავა, რომელმაც გაშიფრა პროტოქართულ ენაზე შესრულებული უძველესი ფესტოს დისკო. ჩვენ მე შეგითხვა მაგ ასეთი ბატონო გია აი ჩვენ ვიცით რომ წერაქული დამწერლობა ახლა ასე უწოდებენ შემოვიდა ეს ტერმინი რაღაც ნიშნები მთაში ჩვენთან შემორჩენილია და გარდა ამისა ჩვენ თიხის ჭურჭლებზე არის რაღაც გარკვეული ჩანაწერები ისეთი რომელიც შეიძლება გაიშიფროს ამ მიმართულებით თუ არსებობს რაიმე თქვენგან გადადგმული ნაბიჯები იმიტომ რომ შემდეგი ნაბიჯი ალბათ ამ მიმართულებით იქნება და საერთოდ ასეთი კითხვა მაქვს თქვენ გამორიცხავთ რომ არსებობდა ასეთი ინფორმაციის გადაცემის ხერხი და პარალელურად გაჩნდა ამბანი და პარალელურად ამბანი არსებობდა. გამორიცხავთ რომ 2000 ძველი წელთაღრიცხვის 2000-ის იქეთ არ არსებობდა, რადგან ასეთი ტექსტი არსებობს, არ არსებობდა ამბანი. აი ეს კითხვა შეიძლება. როგორც ამბანი მე მოგახსენებ ზუსტად რაც არქეოლოგიური მასალა გვაქვს. მე ვერ გამორიცხავ 100%-ით ან 90%-ით რომ ეს არ იყო, მაგრამ ჯერ არქეოლოგიური მასალის მიხედვით ეს ეტაპები გვაქვს ჩვენ სილაბურ ლოგოგრამული და ანბანური. და იმასთან დაკავშირებით თქვენ რა შეგეკითხეთ? მე მთაში რომ არსებობს ეხლაც წერენ. ამ დროს ანბანი არის და ეხლაც ეს ნიშნები რომელიც აღმოჩნდა შავხესურეთში ძალიან გაქვს კრეტულ ნიშნებს. თუნდაც ახალზონაში არის 19 ნიშანი, რომელიც ძალიან გაქვს ასომთავრულ ნიშნებს. ეს პირველად შეამჩნია პროფესორმა გვეტაძემ. ფესტოსის დისკოზე არა, ახალზონა ტექსტში არის ნიშნები, რომელიც ასომთავრულ ნიშნებს ემთხვევა. და შავხესურეთში აღმოჩენილი პიქტოგრაფიული ნიშნები, რა თქმა უნდა, გასაშიფრია. ამ მიმართულებით მე არ მუშაობ და ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადავდგამ ბატონო ალექსანდრე, იმიტომ რომ ჩვენი საქმე ძალიან დიდია, ეგეოსურ აუზის დამწერლობების მთლიანად ლინგვისტური ანალიზი კეთდება და ამიტომ ამ საკითხზე უნდა იმუშაოს იმ მეცნიერებმა, ვინც პირველად ეს ნახა. ბატონო გია, თქვენ შრომაში მე ამოვიკითხე დასკვნა, ანუ შედეგები ფესტოსის დისკოს წარწერის გაშიფრის შედეგი, ანუ რეზუმირებული და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება თუ კი გავაცნობთ ამას მსმენელს და მაყურებელს რომ პირველი ესე იგი ეს არის კოლხი კორიბანტების მიერ შექმნილი კირიბის ანუ წერილ ფირფიტის ფესტოს დისკოს წარწერის ენა და ეს არის ქართველური კოლხური მეგრულ-ლაზური მოდით იქნებ ცოტა გავშალოთ ეს მსმენელისთვის და მაყურებლისთვის ვინ იყვნენ ეს კირბები, რა იყო ეს კირბი და რა კავშირია იმ ოქრო დამწერლობასთან, რასაც ჩვენ ოქროსაწმის უძახით. მოგეხსენებათ თქვენ, რომ სტრაბონი წერს, რომ კორიბანტები არიან კოლხი ქურუმები, რომლებიც ემსახურებიან ღვთაება კორიბანტებს. მათ აქვთ საიდუმლო დამწერლობა, რომელსაც ქვია ხრისოგრაფია, ანუ ოქრო დამწერლობა. იმ ეპოქაში ოქრო ითვლებოდა საიდუმლო, ანუ მისტიკურ ნივთად და ამიტომ ეს დამწერლობა გაიგივებულია დაფარულ დამწერლობად. სწორედ კორიბანტის სიტყვის ქაშიფრვა მოღწა აკაკი გურუშაძემ და მან გაანალიზა ბერძნული ენის თვალსაზრისით კორიბანტი არის რომელიც ფარავ, მალავ. თქვენ მოგეხსენებათ რომ შემდგომში ბერძნებმა დაწერეს მასალა უпростоრად სტრაბონამდე დაწერეს რომ კორიბანტებმა შეიმუშავეს ყველაზე კარგი დამწერლობა, ანუ საჭირო, გამოსადეგი, მისაძღვნელად, ანუ ღვთაებების ეძღვნებოდა
ეს ნიშნები და თანაც ტექსტში ეს იყო საიდუმლოდ დაფიქსირებული, რომ საგალობლები, ანუ სათხოვარი, ანუ სავედრებლები იყო ამ ტექსტში დაშიფრული, ამ ნიშნებში დაშიფრული. კორიგანტები ერთი მხრივ ითვლება თუ ვიტყვით და გავითვალისწინებთ სხვა მეცნიერების მოსაზრებას, ღვთაებებად, რომელიც არიან ქერუბიმები. ეს არის ებრაული ვარიანტი. კორიბას საკითხვის იკითხება კრბ, იკითხება ანუ ქერუბიმ არის მრავლობითი ამ სიტყვის. კორიბატების ღვთაება როგორც ასეთი ბერძნულწაროები გვევნება გავრცელებულია ავღანეთიდან დაწყებული იბერიის ნახევარკუნძულამდე, რომლებიც იყვნენ დედაღვთაება რიაკიბელეს მსახურები. რა ისევ დაუბრუნდეთ ნაყალბეობის თემას. როგორც ვიცი, გაჩნდა ეს თემა და New York Times-მაც კი გამოაქვეყნა ამის თავაზე. აი, რატომ გაჩნდა თქვენი აზრით, რა შედეგები ჰქონდა და როგორ დასრულდა ეს ისტორია? იქნებ ესეც უთხრათ. ძალიან საინტერესოა ეს შეკითხვა. პირველად 2008 წლის ივლისში ჯერომ აიზენბერგმა გამოთქვა მოსაზრება ფესტოსის დისკო ხომ არ არის ნაყალბები. და გვაქვს ეს მისი სტატია. მას არგუმენტად მოყავდა, რომ 100 წლის განმავლობაში ვერც ერთ ენაზე ვერ მოხდა მისი ამოკითხვა და პლუს მას კიდევ დიდი არგუმენტად მოყავდა, რომ ერთ და იგივე ნახატნიშანი, მაგალითად ლომის ნიშანი, რომ 4 პოზიციიდან დაბეჭდი. მას ეგონა, რომ დამბეჭდა ეს დაუდევრობით გააკეთა ამ გამყარებელმა New York Times-ში რომ გამოქვეყნა, შემდეგში ჟურნალისტმა მიაწოდა ჩვენი მასალა და დაინტერესდა ჯერომ აიზენბერგი. პირველად ჩვენ წერილი მივიღებთ 16 აგვისტოს, როცა უკვე საქართველოში ძალიან დაძაბული სიტუაცია, ომის პერიოდია და მან გთხოვა, რომ საერთაშორისო კონგრესი იმართება ლონდონში და მობრძანდით და ეს თქვენი არგუმენტი წარმოადგინეთ ამ კონგრესზე. 26 აგვისტოს ჩვენ მივიღებთ ყველანაირი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ წავსულიყავით ლონდონში. ჩვენთან ერთად გახდა ენათმეცნიერი პროფესორი ნანა შენგელაია. იქ წარმოდგენილი მასალის მიხედვით ჩვენაც წარმოადგენთ ჯერომ აიზენბერგმა როგორ გითხრათ, ანუ დიდი ემოციის თვალსაზრისით, დიდი ემოცია გამოხატა, რომ მისი არგუმენტები უარყოფილი იქნა და ბოლოში აღმოჩნდა, რომ ლუიჯი პერნის სურათი შემთხვევით გამოჩნდა ჩვენს იმაში წარწერებში და მთელი დარბაზი ადგა და ტაში დაუკრეს ლუიჯი პერნის, როცა ეგონათ, რომ ლუიჯი პერნი იყო ამ დისკოს გამყალბებელი. იყო ამაზე მთელი კამათი, ყველა მეცნიერმა წარმოადგინა არგუმენტები ამ დარგის ცნობილმა სპეციალისტებმა, ლუი გოდარიმ, იბდიომ, გერეთო უესმა, ნიკოლას რიდმა, რომ ფესტოსის დისკო ნამდვილი დოკუმენტია, ეს ნამდვილი ტექსტია, რომელიც ეძღვნება დედაღვთაებას და აქვე გაიმართა კიდევ დამატებით კენჭისყრა. 42-დან მქონდა უფლება 29-ს ხმა მიეცა ფესტოსის დისკოს ნამდვილობასთან დაკავშირებით, 20-მა ხმა მიეცა ფესტოსის დისკოს ნამდვილობას, 5-მა თავი შეიკავა და 4 იყო წინამდები. ანუ მთლიანად ამ კონგრესზე დადასტურდა, რომ ფესტოსის დისკო არის ნამდვილი, იმიტომ არქეოლოგიური მასალა იქნა წარმოდგენილი იმ ნიშნებისაგან, რომელიც გამოხატულია ფესტოსის დისკოზე. ანუ მთლიანად ამაზე შეწყდა კამათი მთელ მსოფლიო მასშტაბით. მე მსმენელს შევახსენებ კვლავ, რომ FM 105-ზე მაუწყებლობს მედია კავშირი ობიექტივი და ჩვენი სტუმარია ბატონი გია კვაშელავა. ბატონო გია, ბუნებრივი მაყურებელსაც ექნება ეს კითხვა, მე თვითონაც მაქვს. რა დრო დაგჭირდათ, რა პერიოდი ამ გაშიფვრისთვის? ტექსტის ამოსაკითხავად, როგორ გითხრათ, ანუ მე ძალიან დიდი დრო დავუთმე კონკრეტული იეროგლიფების შესწავლას, ახაზოვან დამწერლობას, ძველ ბერძნულ არქაულ დამწერლობას, ეგვიპტურ დამწერლობას, შუმერულს, ხეთურ, ანუ ლუვიურ იეროგლიფ დამწერლობას. აქედან რომელიც ცნობილი გახდათ ის დამწერლობები, შესადარებლად ნიშნები ძალიან გვაყნან ერთმანეთს, საერთოდ დამწერლობის ნიშნები ერთმანეთისგან რაღაცას მსგავსებას ავლენენ. ამიტომ მე ვეცადე ცნობილით ამომეკითხა უცნობი ტექსტი. რადგანაც ფესტოსის დისკო არის ერთ
დამწერლობიანი, ანუ აქ არ არის ბილინგვა, ანუ ორელოვანი არ არის, როგორც მოგეხსენება ჟან-ფრანსუა შამპოლიონმა წაიკითხა როზეტის ქვა, რომელიც იყო ბილინგვა და სამი ტიპის დამწერლობა იყო, ორი არის ეგვიპტური და ერთი ბერძნული, მან მოახერხა ცნობილი ბერძნული, არქაული ბერძნულის მიხედვით ამოკითხვა ეგვიპტური იეროგლიფების. თუმცა ეს მეთოდი ჩვენთან არ იყო. ანუ ვერ გამოიყენებდით, თუ არაფერი ასეთი მსგავსი არ არსებობს, ანუ თეორიულად დაუშვებელი იყო ფესტოსის დისკოს ამოკითხვა. მაგრამ ჩვენ რადგანაც მივაგენით ფესტოსის დისკოს დასასრულის ნიშანს, ანუ საიდან უნდა წავიკითხოთ უკვე გარკვეულია და მივაგენით რომ ალგორითმი მუშაობს, ამის ამოკითხვა უფრო გაადვილდა. თუმცა გავაფართოვეთ ჩვენ ამ ამოკითხვის ალგორითმი თუ ერგებოდა სხვა იქვე აღმოჩენილ არქეოლოგიურ ნიმუშებზე, რომელიც არის მოცემული ფესტოსის დისკოს მსგავსი ნიშნები. არქალხური ცულზე არის დაწერა, ფესტოსის ლარნაკზე და ასევე მალიის ქვის ბლოკზე, სადაც ეს ალგორითმი პირდაპირ გადავიდა, ანუ პირდაპირ იმუშავა და შემდეგში გავრცელდა მთლიანად კრეტული იეროგლიფებზე, რომელიც არის დაახლოებით 350 თიხის პირპიტა და ასევე ახაზოვანი დამწერლობის თიხის პირპიტებზე, რომელიც ეს არის 1600-მდე. ბატონო გია, ესე იგი გამოდის, რომ თქვენ არაფერი არ შეცვალეთ, არამედ თქვენი მოქნილი ალგორითმი იძლევა საშუალებას ფართო სპექტრი იქნას ამოხსნილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იგივე შემთხვევასთან გვაქვს ჩვენ საქმე იოანე ზოსიმეს ტექსტთან დაკავშირებით, როცა და იმიტომ რომ ვერ გაიგეს ავტორის, დაიწყეს ჩასწორებები მასში და ფაქტობრივად დაამახინჯეს ტექსტი და მერე ძნელი გახდა მისი აღდგენა, ხოლო ის ალგორითმი, რომელიც ჩვენ გამოვიყენებთ, პირდაპირ ხსნის თავდაპირველ ვარიანტს და არა დამახინჯებულს. ასე რომ ის რასაც თქვენ მიაგენით, არის სავსებით სწორი, იმიტომ რომ როცა ასეთი მნიშვნელოვანი საგალობელი იქნება, მაშინ შეცდომა გამორიცხულია ის მოწდება ძალიან ბევრჯერ და მხოლოდ მერე ამის შემდეგ გადადის, რა თქმა უნდა, ყალიბში და მერე გადმოდის როგორც ფირფიტა ასე ვრცელდება. ხომ ასეა? დიახ, ბატონო ალექსანდრე, ზუსტად ამაზე დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ფესტოსის დისკოს სანამ გამოიწვევოდა 16-ჯერ ჩაასწორეს. ანუ ნამდვილი ტექსტში რომ ერთი რამე გადანაცვლება რომ არ მოხდა, აქ ემჩნევა 16 ჩასწორება. ამიტომ ეს ერთ-ერთი არგუმენტად იქცა, რომ რატომ ჩაასწორებდა გამყალბებელი. თუ ის პარალელს გავავლებ, თუ შეიძლება ბატონ გიასთან და ვიტყვი რომ მაგალითად იოანე ზოსიმე სიტყვას დღემდეს წერს 3 მუთი, დღემდე 3 მოუწერია და მეორეგან დამარხულს რო წერს, ლს აკლებს. ამ დროს დასაწყისში დამარხული კარგად უწერია. ჩაითვალა რომ ცუდად ხედავდა ენათმეცნიერება იქამდეც კი მივიდა რომ ქართული კარგად არიცოდა და რაღაც ასეთი. ამ დროს ეს იყო სინულ რავალთავში შევიდა და აქედან გამომდინარე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. აი სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენი ალგორითმი გაცილებით ფართო სპექტრზე მუშაობს და ეს არის ეთყობა არა კონკრეტულ დისკოსთვის გამოყენებული, არამედ მთელი მეთოდოლოგია გქონდათ მათ. ასევე მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელობა იმ აღმოჩენისა, რომელიც ბატონმა გიამ მიიღო იმ შედეგისა, არის ძალიან დიდი. დღეს ჩვენ შეიძლება კიდევ ვერ ვაფასებთ. სწორედ ასე ბილინგვიდან ამოკითხვით შეიქმნა ეგვიპტოლოგია მე-19 საუკუნის დასაწყისში. ასე რომ ჩვენ ვდგავართ რაღაც ახალი ერის დასაწყისთან. ბატონო გია, იქნებ თქვენ დაარქვათ ამას სახელი. მე მესმის რომ მოგზალებული ბრძანდებით, მაგრამ მაინც მე ფიქრობ, რომ ამ ტექსტების როგორც ლინგვისტური ანალიზი მთლიანად იქნება წარმოდგენილი, ანუ გამოქვეყნებული. მე ფიქრობ, რომ ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო წრეები დაინტერესდებიან ქართველური ენებით და მე ფიქრობ, რომ ეს დარგი, რომელიცაც ჩვენ ქართველოლოგიას სწავლობთ, მხოლოდ რამდენიმე მეცნიერი საზღვარგარეთ, ანუ უბრალოდ საქართველოს საკმაოდ დიდი სკოლა არის, მაგრამ საზღვარგარეთ მცირე რაოდენობით არიან, შეიძლება რომ მომავალში ქართველოლოგია იქცეს როგორც ეგვიპტოლოგია
როგორც შუმეროლოგია, როგორც ბერძნული კულტურის შესწავლის დონემდე ავიდეს. მე ამის იმჯერა. მე ჩემს მოკრძალებულ შეხედულებას ვიტყვი და ვფიქრობ არ ვიქნები გადაჭარბებული თუ აღვნიშნავ იმას, რომ იოანე ზოსიმეც და ფესტოს დისკოც ეს არ არის უბრალოდ დამთხოვა და ვთვლი რომ ალბათ გარკვეული კანონზომიერებაა, რომ გაშიფრული იქნა სწორედაც რომ ქართველების მიერ მიუხედავად იმისა, რომ ფესტოს დისკოს გაშიფრის მცდელობები ჰქონდათ ევროპელ და ამერიკელ მეცნიერებს. არ ვიცი, მე მგონი ეს არ არის შემთხვევა. თქვენ კიდევ არ იცით ერთ-ერთი პარადოქსალური სიტუაცია იყო, რომ რუსულზეც კი წადეს. ასე რომ ბევრი სიტუაცია. თქვენ ჩვენთან საუბარში ბრძანეთ, რომ იქ ხორბლის სახელიც იყო, იქნებ ესეც უთხრათ. მსმენელს და მაყურებელს. ხო, აი კონკრეტულად რა ფიგურებია აქ და რომელი ჭარბობს, არ ვიცი შორიდან და ეს ხორბალი ამ ალგორითმის მიხედვით ახაზოვან ტექსტში იქნა ამოკითხული ორი ქართული ჯიშის ხორბლის სახელი. ერთს ქვია დიკა, მეორე არის თავთუხი. დიკას ქვია ლათინურად ტრიტიკუმ ქართულუკუმ, ანუ ეს არის ქართული ხორბალი, მეორეს ქვია ტრიტიკუმ დურუმ, ანუ მაგარი ხორბალი. მოგეხსენებათ, რომ ეს ჯიში არის მხოლოდ და მხოლოდ სამხრეთ კავკასიური. ანუ არსად არ ფიგურებს, როგორ მოხდა კრეტის დამწერლობაში ამ ორი ხორბლის სახელწოდება. ამ საკითხთან დაკავშირებით პირველად ყურადღება მიაქცია რობერტ შმიდ ბრანდმა, რომ მან გამოთქვა მოსაზრება ამოკითხულ მიკენური ეპოქის ბერძნულში ფიქსირდება ხორბლის დეტერმინანტივი, ანუ იდეოგრამა, რომელიც იკითხება დითი, ანუ დიკას პირველი მარცვალი. ჩვენი ალგორითმის მიხედვით ეს დი იმიტომ იკითხება პირველი, რომ ვერტიკალურია ეს ნიშანი, ანუ მობრუნებულია ჰორიზონტალურად 90 გრადუსით. დიკა აღადგინა კლიმოვმა საერთო ქართველურ ენაზე. ანუ მთლიანად ლინგვისტურად ეს მასალა არსებობს. ის სიტყვა, სადაც წერია თავთუხი, შემდეგ არის აღნიშნული დიკას დეტერმინანტივი, ანუ ხორბლის გამსაზღვრელი ნიშანი, რომ აქ მარცვლოვნად წერია ხორბლის სახელი და იკითხება თავთუქუ, თავთუხი და წერია შემდეგში დეტერმინანტი იმისი რა ქვია ხორბლისა. აქვე არის ჩამონათვალი, ანუ სახელიც არის იმ პიროვნების, რომელმაც მიიღო ამდენი ხორბალი, ამდენი ზეთისხილი და ამდენი ღვინო. ბატონო გია, რა თქმა უნდა, იმაზე რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არ არის პოლიტიკა, მაგრამ ეს შეიძლება ყველაზე დიდი პოლიტიკაც არის. მე მესმის, რომ თქვენ პირდაპირ აფასებთ როგორც მეცნიერი, მაგრამ ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი ეროვნული ცნობიერების და ჩვენი თვით გამორკვევის და თვითრწმენისთვის. აი ამაზეც გითხარით ორიოდე სიტყვა, ხომ განსაკუთრებული რამეა, წინა ბერძნულ ტერიტორიაზე ჩდება ტექსტი, რომელიც საგალობელია და რომელიც არის ქართულ ენაზე შესრულებული. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ივანე ჯავახიშვილმა და სხვა ქართველმა დიდმა მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ქართული დამწერლობის ნიმუში ბევრი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს მიღმა. მან დასახელა საბერძნეთი და ანატოლია, ანუ ხმელთაშუა ზღვის არეალში. ანუ ეს გასაკვირი არ არის, რომ იქ ყოფილიყო ერთ-ერთი ქართული დამწერლობის ერთ-ერთი ნიმუშები. ანუ რა არის ფესტოსის დისკო და ახაზოვანი და კრეტული იეროგლიფები? ეს არის ქართული ენათმეცნიერების, მთელი ქართული მეცნიერების პასპორტი სოფლიო სამეცნიერო წრეების წინაშე. რა თვალსაზრისით, რომ ეს ფესტოსის დისკო გახლავთ სოფლიოში პირველი ბეჭდვითი დოკუმენტი. ანუ სანამ ბეჭდვითი დოკუმენტი წიგნი გაჩნდებოდა, გუტენბერგის 3500 წლის წინ მოხდა ფესტოსის დისკოს, როგორც დაბეჭდა მატრიციულად. ანუ სათითაოდ აღებული იქნა ოქროს ღალიბები და სათითაოდ იქნა დაბეჭდი. ხომ არ ფიქრობთ, რომ თიხის ფირფიტებმა რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩაანაცვლა ის უწინდელი კირბები, რომელსაც
თვით ბერძნულში ეს სიტყვა კირბის ნიშნავს მაგარს და მკვრივს და მათ ივარაუდობს პროფესორი აკაკი ურუშაძე რომ ეს სიტყვა ნასესხებია დასავლურ ქართულიდან კირიბი არის კრავი ცხვარი და რადგანაც ოქროს რაწმისთან ინტერპრეტაციები იყო იქვე მოცემული აკაკი ურუშაძე მოგვახსენებს ჰიპოთეზას ვლადიმერ სიჭინავასი რომელმაც პირველად გამოთქვა რომ ბერძნულში კირიბის ნიშნავს კრავს ესე იგი სიმკვრივის თვალსაზრისით და საერთოდ შემდეგში თიხის ფირფიტების გარდა ხეზე დაწერილს ან სპილენზე დაწერილს ან სხვა ნივთებზე დაწერილს ყველას ეწოდა კირბის მე ჩაურთავო რომ კირბები გარკვეული განმარტებით ეს იყო კოლხეთში აღმართული ძელები, რომელზეც სამკუთხა ძელები, რომელზეც წარწერები იყო და ითვლება რომ სამანძილო კარტოგრაფიული რუკა კი არ იქნა შემოღებული ბერძნების მიერ, არამედ სწორედ ეს იყო პირველი მე ისიც მინდა თქვა რომ ის ალგორითმი რომელიც ჩვენ იოანე ზოსიმესთან გამოვიყენეთ კირბებთან დაკავშირებით და პირდაპირ მივიღეთ რიცხვი რომელიც არის მთვარის ღვთაებისადმი მიძღვნილი ასე რომ იმ ჩაწერაში კირბების ჩაწერაში ასე რომ აქაც შეიძლება არსებობდეს რაღაც კავშირი და მეორეც ბატონო გია მე მინდა დაუბრუნდე თემას როგორია სახელმწიფოდან ხარდაჭერა მე მესმის რომ თქვენ სამეცნიერო მოღვაწეობას აგრძელებთ მუშაობთ რამდენად შეიძლება ამის გაფართოება და რამდენად კარგი დაფინანსების პირობებში როგორი რეზონანსი შეიძლება მიიღოს ამან საერთაშორისო დონეზე მით უმეტეს თუ ჩვენ ტურიზმის ქვეყანა ხვდებით თუ რამე უნდა ჩვენი წარსულით უნდა ვიამაყოთ ახლა დღევანდელობით როგორ სიტუაცია თქვა გასაგები მე ობიექტური ვარ აბსოლუტურად ყოველთვის და მე ვიტყვი დადებით მოსაზრებას იმ თვალსაზრისით იმიტომ რომ კულტურის სამინისტრომ გამოიჩინა ამ თემასთან დაკავშირებით დადებითი აზრი გამოთქვა ის დაფიქსირდა ერთ-ერთ ტელევიზიაში თუმცა მეტი ყურადღება გვჭირდება იმ თვალსაზრისით რომ ყოველ კონფერენციაზე სამეცნიერო კონფერენციაზე ჩვენ გვჭირდება დაფინანსება რომელიც ნაკლებად არის თუ აფინანსებს ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო წრეები ეს შესაძლებელია მაგრამ არის ზოგიერთი კონფერენცია რომელიც არ ფინანსდება და ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება დახმარება საქართველოს თავრობისგან საქართველოს პოპულარიზაციის ეს იქნება ალბათ კარგი მაგალითი იმისა რომ ჩვენ შეიძლება უფრო ლამაზად წავდგეთ მსოფლიოს წინაშე ჩვენი მეცნიერებითა და ჩვენი წარსულითაც ხომ ასეა და იმაზე რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ დღეს ეს სწორედ ის გახლავთ რაზეც მთელი გადაცემათა ციკლი მიძღვნილია ესა ეროვნული ცნობიერება და რადგან მე გადაცემა დავიწყე მიქაელ მოდრეკილის იან ბიკონის წაკითხვით ასევე მინდა რომ ჩვენი გადაცემა რადგან დასასრულს მივახვდეთ და დავასრულოთ იმ საგალობლით რომელიც ბატონმა გიამ გაშიფრა და ვის დამია მიძღვნილი და ტექსტით წავიკითხოს მოგეხსენებათ რომ ფესტოსის დისკო არის დაბეჭდილი კოლხური ოქროდამწერლობით ანუ ყალიბებით და ტექსტი ეძღვნება ნენანას და ტექსტი არის სავედრებელი საგალობელი რომლის თანამედროვე ვარიანტს ავიკითხავ ანუ თანამედროვე ქართულზე აია ჭაბუკნო გამწმენდელმო დაფარულ დაძრისანო აია ჭაბუკნო დედის კარის გამწმენდელმო სადარნო დაფარეთ თაღი გახდიურებულნო სადარნო ქვეყნის სვეტის სიმაღლის სადარნო წინ მავალნო კორიბანტნო ქვეყნის სიმტკიცენო არწივის სადარნო კმენთ დაფარული დაძარი ქვეყნის სიმტკიცენო არწივის სადარნო უკან მავალნო კორიბანტნო გარდაქმენით აია სიცოცხლე ყველანაირად ღამის თვარით განათებულნო სადარნო დედის ქვეყანა მუდამ დაფარეთო დაასხნით ხელნი დაფარულად სხივოსანო ფარავნო ოჯახის ფუძის ჯიშის ვაბრუნის გამწმენდელნო სადარნო ოჯახის წყარო სულო მშობელო მოდგმის ნენანა აყვავე ხუთიშტო გევედრებით შვენი ჯიშის სიწმინდით ახლით ნირშემოსილი ერთოვშტო ძლიერო გევედრებით ოჯახის წმინდა ძლიერო წმინდა ხეძლიერო ხუთიშტო ისა ფარველო სხივოსანო დედაღმერთო წინამძღოლო ხანგძელყავ დედის დაძარის სპილენძისა მაყვავებელო თარხონო ნათელო ჰეფესტო დახურეთ გევედრებით წინამძღოლო გამწმენდელ სხივოსანო მისი მოგიზგიზე დაფარული სასახლე დაფარეთ
გევედრებით ჩვენო მჭედელო ახლით მოსილო მთვარისნაირო გევედრებით ჩვენიერი იყო მე ვფიქრობ რომ ასე ამაღლებულ ნოტაზე უნდა დავასრულოთ მე პირველ რიგში მინდა უთხრა ბატონ გიას რომ რა თქმა უნდა საკმაოდ კარგად გავეცანი მის ნაშრომებს და ყველანაირად ვეთანხმები არავითარი შენიშვნა არ შეიძლება გამოიწვიოს ეს გაშიფრულია რაც უფრო ადრე აღიარებს ამას მთელი ქართული საზოგადოება და მიიღებს და გაითავისებს და უფრო ხმამაღლა იტყვის თავის სიტყვას მით უკეთესი მეორეც მე მინდა უთხრა ბატონ გიას რომ ჩვენ გვაქვს ობიექტივი საერთაშორისო ჟურნალისტური გაერთიანებიდან დათმობილი 1 საათი ყოველ ხუთშაბათს 5 საათზე ხვდებით ჩვენ და ეს ეთერი უნდა გამოყენებული იქნას სწორედ იმ საქმის პოპულარიზაციისთვისაც რასაც თქვენ მიაღწიეთ და რაც გაკეთეთ. მე დასასრულს აუცილებლად მინდა მსმენელს და მაყურებელს ისევ თქვენი შრომიდან ზუსტადაც რამოდენიმე სიტყვის შესახებ მივაწოდო ინფორმაცია და აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ აი ეს არის მზის ქვეყანა მეგრულად და ასევე ნინანას როგორც რელიგიის ისტორიიდან ცნობილი ივერონის მონასტრის ბერები ათონის წმინდა მთაზე უგალობდნენ ვითასცა ღვთისმშობელს. ცოტა შენიშვნა შეიძლება თქვა ანუ ენა რომელიც ჩვენ ამოვიკითხეთ ეს არის პროტოკართული კოლხური შემდგომში დაიშალა მეგრულ ლაზურ და ქართულად. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კიდევ ერთხელ ულოცავთ ქალბატონებს დღევანდელ დღეს. გმადლობთ რომ გვისმენდით.